თან არს ღმერთს. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს. ღმერთმა მრავალს დაგასწრო. თქვენ და სრულიად საქართველო ამინ. დღევანდელ დღეს ჩვენ წავეკითხეთ სახარება, სადაც მაცხოვრის მიერ აღსრულებული ორი სასწაულის შესახებ წერია. თუმცა კი ამ სასწაულებზე ნაკლებად ვფიქრობ, ეხლა მე მინდა თქვენი ყურადღება სულ სხვა რაიმეს შევაჩერო, მაგრამ ჯერ მაინც სახარების აი ამ მოკლე შინაარს გადმოვცე. იაიროსი იყო შესაკრებლის მთავარიო. შესაკრებლის მთავარი ნიშნავს სინაგოგის წინამძღვარს. ესეთი ტრადიცია ჰქონდათ ებრაელებს, რომ მთავარი ტაძარი მათი იერუსალიმში იდგა. სვეფლის შეწირვა მხოლოდ და მხოლოდ აი ამ ტაძარში უნდა აღსრულებულიყო. სხვაგან არსად არ ჰქონდათ უფლება მათ სვეფლის შეეწირათ, მაგრამ ამ ტაძრის გარდა განფენილი იყვნენ ისინი ჯერ თვითონ პალესტინის ტერიტორიაზეც, ხომ ეხლა ყოველ იმაზე რა ქვია შაბათს იერუსალიმში ჩასვლა შეუძლებელი იყო, მარტო პალესტინა ხო არ არის, მარტო იერუსალიმი ხო არ არის ის ქვეყანა, სხვა მხარეებიც ხომ აქვს. აქედან გამომდინარე, მეგონი არ მუშაობს ეს ფილადელფია. აქედან გამომდინარე, ნახეთ როგორ ჰქონდათ მოწყობილი. იყო მთავარი ტაძარი, სადაც სვეფშეწირვა აღესრულებოდა, იყო გადანაწილებული სამღვდელოება, რომლებიც უნდა ჩასულიყვნენ გარკვეული დროით, იცოდნენ თავიანთი გრაფიკი, წელიწადის განმავლობაში, როდის უნდა ემსახურათ. გახსოვთ ზაქარია და ელისაბედის ისტორია იოანე ნათლისმცემლის მშობლებისა, რომ ზაქარიას მორიგეობა იყო ტაძარში მსახურებისა. სამღვდელო დასიდან იყვნენ, მაშინ გვარის მიხედვით გადადიოდა, შთამომავლობით გადადიოდა სამღვდელო წესი. ამიტომაც ზაქარიას ეს მორიგეობა ნიშნავს იმას, რომ ზუსტად ჰქონდა განსაზღვრული, რომ წელიწადში ერთი კვირა, თქვათ ორი კვირა აღარ მახსოვს როგორ იყო, ეკუთვნოდა ამ ადამიანს და მას უნდა შეესრულებინა სვეფშეწირვის წესები. მაგრამ ჰქონდათ ასევე ყველა იმ რეგიონში, სადაც ჩასახლდებოდნენ, მათ შორის არა მარტო პალესტინის ტერიტორიაზე, არამედ მსოფლიოში, სადაც აღარ ყოფილიყვნენ განფენილები, ჰქონდათ სინაგოგები აშენებული, შესაკრებელი ერქვა სინაგოგას. თანამედროვე გაგებაზე ეს ეკლესია, იმიტომ რომ ეკლესია სხვა არის, თორე ადამიანთა შესაკრებელი. ეკლესია ხო არის მარტო შენობა და ნაგებობა. როდესაც კომუნისტების დროს ეკლესიები დაანგრიეს, ეკლესიის დაანგრევა იმას კი ანიშნავდა, რომ შენობა დაანგრიეს. ბევრი შენობა აღგამრევია, მაგრამ ეკლესია არ არის. მაგალითად, მეტეხში თეატრი იყო და სადაც საწყობი იყო და სადაც საჯინი იყო. ამიტომ ეკლესია კი არ ქვია, რადგან გარეგნობითაა ეკლესია. ეკლესია ქვია იმას, სადაც ადამიანები იკრიბებიან. აქედან გამომდინარე, აი თქვენ რომ ზუსტად იცოდეთ, სინაგოგის მთავარი ამ შემთხვევაში ნიშნავს აი ამ ეკლესიის წინამძღვარს, რომელიც ვერ ასრულებს სვეფშეწირვას, ანუ ღვთისმსახურებას ვერ ასრულებს, მაგრამ მას აქვს გარკვეული წესი. მან რა უნდა გააკეთოს, ზუსტად იცის. კვირაში სამჯერ, ეს არის ორშაბათი, ხუთშაბათი და შაბათი დღე, ისინი იკრიბებიან აი ამ სინაგოგაში, ანუ ეკლესიაში და შაბათი დღე ყველასათვის აუცილებელია, დანარჩენი დღეები გადანაწილებული აქვს ასევე და კითხულობენ წმინდა წერილს და განმარტავენ აი ამ წმინდა წერილს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმე იყო, იმიტომ რომ რადგანაც არ ხერხდებოდა ცენტრი ერთი იყო, მხოლოდ იერუსალიმი და არ ხერხდებოდა ყველასათვის ეხლა ლევანდელი საშუალებები როგორც არის, რომ ეხლა ვერ ვაპარაკო, ვიღაცა თბილისში მისმენს, ვიღაცა ტელეფონი აქვს, შეიძლება ჯართული და თბილისში მისმენს და შეიძლება და ამერიკაში და მიუწვეველი აღარ დარჩა არც ერთი კუთხე მსოფლიოსთვის. მაგრამ მაშინ რადგანაც ამისი საშუალებები არ იყო, ამიტომაც იქმნებოდა ესეთი სინაგოგები. ესეთი გახლავთ იაიროსი ერთ-ერთი, რომელიც როგორც ჩანს ძალიან კარგი კაცია, დასტური ამისა ჩვენ სახარებაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ კარგი ადამიანია, რადგანაც ერთადერთი ქალიშვილი ყავსო, ეთყობა ეს ქალიშვილი რაღაცა ლოცვით გამოთხოვილი ქალიშვილია და დიდი წლების ბოლოდინის შემდგომ საჩუქარია ღვთისაგან აი ამ ოჯახზე და უყვდება ეს ერთადერთი ქალიშვილი. მოდის ის მარტო არა, ხალხთან ერთად და მაცხოვარს ეუბნება დაიჭირებს მის წინაშე და ეხვეწება, რომ წამოდიოდა ეს ერთადერთი ქალიშვილი გადამერჩინება. და როდესაც მიდიან გზად, ქალი, რომელიც იყო დაავადებული სისხლის დინებით 12 წლის განმავლობაში, თუ კი რაიმე ჰქონდაო, ყველაფერი ექიმებში ჰქონდა გადახდილი, მაგრამ ვერავინ ვერ უშველა, ეს ქალი მიდის მასთან სარწმუნოებით, თუმცა კი ჯუმად მას არ ეკუთვნის, რომ თუ კი შევეხებიო, მის შესამოსლოს განეკურნებიო, ესეთი აქვს შინაგანი რწმენა. მივა, შეეხება და მართლაც განეკურნება, თუმცა კი მას ყოველ ბრძანებს, რომ ვინ შემეხომე, რადგანაც შედგამსალი ცან გასული ძალა, რომლითაც ვიღაც განიკურნა. პეტრე ეუბნება და სწავლობს სკოლებიც, რომ ისე გამჭიდროებს ეს ხალხი, როგორ უნდა მიხვდეს
შენმა სარწმუნოებამ გაწმენდა და გადაგარჩინა შენ. და ეს ქალი წავა თავის გზაზე, თუმცა კი მოდია იაროსის მსახურები და ეუბნებიან, რომ მოღარ შეაწყვეტე ამ ადამიანს, იმიტომ რომ შენი ქალიშვილი უკვე გარდაიცვალა. მაცხოვარი ეუბნება მანუ გეშედო სიტყვებს, ნუ გეშინინე. თუ კი გწამს, არ გარდაცვლილა, არამედ ზინავს და აღგება. მიყვება მას სახლში, იქ იყო ესეთი ტრადიცია, როდესაც როგორც კი გარდაცვალება ხდებოდა, ისინი ცდილობდნენ, რომ მაშინვე დაეკრძალათ, ამიტომ რადგანაც სიცხეა და მაშინ მიცვალებულის შენახვის ესეთი წესები არ იყო, ცდილობდნენ, რომ იმავე დღეს მომხდარიყო დაკრძალვა ადამიანის თუ საღამოს გარდაიცვალებოდა დილისთვის და თუ დილით საღამოსთვის რომ დაეკრძალვა. ამიტომ როგორც კი გარდაცვალები და დადგებოდა, მაშინვე სამსადის იცდებოდა, მოიყვანდნენ გალობლებს, მაშინდე რაღაცა ეს იყო სამგლოვერო ლექსები, რომლებსაც უგალავდნენ აი ამ მიცვალებულს, მათ შორის ფსალმუნებს და იწყებდნენ მიცვალებულის გაპატიოსნებას, როდესაც მიბრძანება მაცხოვარი და ეუბნება, რომ არ მომკვდარა, დასცინიან მას და ეუბნებიან, რომ როგორ არ მომკვდარა, ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ მომკვდა, იმიტომ რომ მას, როდესაც ადამიანი გარდაიცვალებოდა, ყავდა სპეციალისტები, ვისაც უნდა შეემოწმებინა ნამდვილად მომკვდარა ეს ადამიანი და ამის შემდგომ შეხების უფლება ჰქონდა მხოლოდ უახლოესი ოჯახის წევრებს. უცხო თუ შეეხებოდა აი ამ მიცვალებულს, გაუწმინდებულად ითვლებოდა რამდენიმე დღის განმავლობაში. მაცხოვარი სულ ყველას გამოუშვებს გარეთ, დაიტოვებს სამ მუნიციპულს, იაკობს, იოანეს და პეტრეს და მშობლებს მხოლოდ და ამ ხომას აღადგენს მკვდრეთით და ჩააბარებს თავის მშობლებს და ეთქვის, რომ არსად არ ვთქვათ ეს ამბავი. აი ეს გახლავთ იმ სახარების შინაარსი, რომელშიც ჩვენ დღეს დავიწყეთ. მაგრამ მე როგორც გითხარით, სულ სხვა რამეზე მინდა თქვენი ყურადღება დღეს შევეცდეთ. რა არის ამიგავში ძალიან მეორე მნიშვნელოვანი ამბავია მომხდარი, მაგრამ რითიც ჩვენი სწავლება, ერთ-ერთი სწავლება ჩვენ შეიძლება მივიღოთ, ეს არის თუ როგორ უნდა ლოცულობდეთ ხრის წინაშე, თუ როგორი რწმენა უნდა გქონდეს თვითონ ჩვენგანს და რა დამოკიდებულებაში უნდა ვიყოთ ღმერთთან. ნახეთ, ორი ადამიანია, ორივეს რაღაცა უჭირს. ერთი იაიროსია, რომელიც საზოგადოებასთან ერთად მოდის უხალდა, დაიჭერებს მის წინაშე და რაღაცას ესწრება. მეორე არის ქალი, რომელიც ხმამაღლა ვერ ამბობს, მხოლოდ თავის გულში ფიქრობს, რომ რაღაცას არწმუნობით მასთან შეხებაც კი გამკურნებელი იქნება და ორივე მიიღებს იმას, რასაც ითხოვს, ღვთისაგან ორივე მიიღებს. აი ჩვენ ცხოვრებაში ხო გვაქვს ესეთი ცხოვრება, აი ვლოცულობ, მაგრამ პასუხი არ არის ამ ლოცვაზე. შედეგს ვერ ვღებულობ ამ ლოცვაზე. ამიტომაც უნდა იცოდეთ, როგორ უნდა ილოცოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ვიღაცას და ჩვენ მეც ხანდახან პირადად გონია, თუ კი წაიკითხა იმას, რაც ექში წერია, მე უკვე ვილოცი. სინამდვილეში ეს ასე არ არის. ლოცვისგან ხშირად ძალიან შორს გავართ ჩვენ. მაგრამ ეს არავინ არ უნდა თქვას, ამიტომ მე ხალხს დავყურავ და ლოცვებს აღარ წავიკითხავ. პირიქით, აუცილებლად უნდა წაიკითხო, იმიტომ რომ არ არსებობს შენ სიმაღლეზე ასვლა გინდოდეს და პირდაპირ მეათე საფეხურზე გავდე ფეხს. ამიტომაც არსებობს საფეხურები პირველი, მეორე, მესამე და ასე შემდგომ და ნელ-ნელა წინ მიიწევ. ამიტომაც პირველი საფეხური რაც არის, ეკლესიის მიერ მოცემული ლოცვა-კურთხევა. რით განსხვავდება იცით მორწმუნე და არამორწმუნე ადამიანი ერთმანეთისგან? არაფრით გარდა ერთისა, რომ მორწმუნე ლოცულობს. თორე ზნეობრივად შეიძლება ხანდახან ის მორწმუნე ადამიანი მეტად უფრო გამართული ცხოვრებით ცხოვრობდეს, ვიდრე არამორწმუნე უფრო გამართული ცხოვრებით ცხოვრობდეს, ვიდრე მორწმუნე, რომელიც ტაძარში დადის. ამიტომაც ნახეთ, განსხვავება რა არის ჩვენ შორის მორწმუნესა და არამორწმუნეს შორის. მორწმუნე აუცილებლად ლოცულობს. ეს არის მისთვის პირველი კანონი, რომელიც ეკლესიამ დააწესა. რომ შენ უნდა დაიწყო ლოცვა, რომ შენ უნდა შემოუერთდე ლოცვას. მაგრამ რა არის ეს ლოცვა? მოგეცა წიგნი, რომელშიც წერია დილის ლოცვები, რომელშიც წერია საღამოს ლოცვები, წერია ფსალმუნები, რაც ყოველდღიური საკითხავი უნდა იყოს ჩვენი ცხოვრებისა, მაგრამ თუ კი ამას ითვლობ, შეგიძლია თქვა, რომ მე ვლოცულობ? არა. არ თქვა ეს არავინ, რომ რადგანაც წაიკითხავ დილას საღამოს ლოცვებს, თქვენ ლოცულობთ. არა. თქვენ სწავლობთ ლოცვას. მეც თქვენთან ერთად ვსწავლობ ლოცვას. იმიტომ რომ წაკითხვა ლოცვისა არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ შენ უკვე ლოცულობ. რადგანაც ზიარების ლოცვები გახსოვთ ერთი სულ მეცინება ხოლმე ამ ამბავთან დაკავშირებით. მეოთხე დიდი ლოცვა რო არის, იქ ჩამოთვლილია ცოდვები, რომ ცოდე რაღაცა სიწვით, გუშობით, ამარტავნებით, ასე შემდგომ ჩამონათვალი და რომ კითხულობდაო ერთი მოძღვარმა გაიფუნა, რომ ადამიანი ის რაღაცას საუბარი ქონდა და ამ ლოცვას რო კითხულობ, რა ფიქრობ და მე მეგონა ეს ვით დაწერავ, იმის ცოდვები მქონდა, რომ ერთი ჩავთვალე
ავტორი ვინც არის ამ ლოცვისა, ესე იგი ის ჩადიოდა ამას, თორე მე რაჟვაში ვარ ამასთან, უბრალოდ მე ვიმეორებ იმას დაწერება. სინამდვილეში მართალი თქვა ამ ადამიანმა, რატომ იცით რომ ჩვენთვის ეს ლოცვანი, რომელიც მოგვეცა, რომელსაც უნდა გეკითხულობდეთ, სახელმძღვანელოა იმისა, თუ როგორ უნდა ისწავლო შენ ლოცვა. და არა ის რომ შენ ლოცულო. რადგანაც იქ ყველა ლოცვას აწერია ვისი დაწერილია. ეს იყო გულით ამოთქმული რაღაცა ლოცვა, რომელიც დაწერა ამა თუ იმ ავტორმა. ივანე ოქროპირი აწერია, ზოგს სიმეონე აწერია, ახალი ღვთისმეტყველი, ზოგს ვასილი დიდი, ზოგს ივანე დამასკელი, ძალიან ბევრი ლოცვა აქვს ივანე დამასკელს. ეს იყო მათი გულის ამოძახილი, ეს იყო იმ ადამიანის ნათქვამი ლოცვა, რომელმაც უკვე იცის რა არის ღმერთთან ურთიერთობა და ღმერთს ელაპარაკება, პირდაპირ შეიძლება ესე ითქვას, როგორც იაიროსი პირდაპირ ქრისტეს დაელაპარაკა, როგორც ეს ხალი, დაავადებული ხალი მივიდა და ხელი მოკიდა და განიკურნა მის სამოსლის კიდეს. სწორედ ესეთი მდგომარეობა ადამიანი, რომელმაც უკვე დაამყარა ესეთი კავშირი ღმერთთან, მან უკვე იცის ლოცვა, ამიტომაც მისი დაწერილი ლოცვა ჩემთვის სახელმძღვანელოა, რომ მეც აქამდე მივიდე და არავინ არ დაგაჯეროთ, რომ თქვენ თუ კითხულობთ ამას, თქვენ იცით ლოცვა. არა, ჯერ არ ვისწავლია ჩვენ ლოცვა, ჩვენ ლოცვას ვსწავლობ და მთელი ცხოვრება შეიძლება ვისწავლოთ ეს ლოცვა. და ამისი დასტური, რომ არის თუ არა ჩვენი ნამდვილი ლოცვა, სწორედ საკუთარ თავში ჩაღრმავებაა. პასუხი, როდესაც არ გეძლევა შენ რაღაცაზე ლოცვაზე, რაღაცაზე რასაც ითხოვ, არ გეძლევა, იმიტომ რომ არ იცი, ან რას ითხოვ, ან არ იცი როგორი ლოცვა. რადგანაც პასუხი ნახეთ მასწავლე რომ გითხულობს, ვინ შემეხო მე? პეტრე გაკვირვებული ეკითხება. უამრავი ადამიანი გეშება და როგორ გითხრათ, ახლა ვინ შეგეხო? არა, მე ვიცანი ჩემგან გასული ძალა, ანუ მივხვდი რომ რაღაც ძალა გავიდა ჩემგან. რატომ არ განიკურნა ყველა სხვა ვინც მას ეხებოდა და რატო განიკურნა ეს ერთი? იმიტომ რომ ამ ხალმა იცოდა რა იყო ლოცვა, ისწავლა რა იყო ლოცვა და ისწავლა 12 წლის განმავლობაში, როდესაც იტანჯებოდა ამ დაავადებით და როგორ ევედრებოდა ალბათ ღმერთს და ხან ესე ცდილობდა ელოცა, ხან ესე ცდილობდა ელოცა და რომ აივსო სარწმუნოები და მიახლა მის კიდეს, მისი სარწმუნოება ისეთი იყო რომ მხოლოდ იმ კიდეს თუ შევეხებიო, მხოლოდ მისი სამოსლის კიდეს თუ შევეხებიო, გამიკურნებიო, მართლაც გამიკურნა, მიეცა მას პასუხი ლოცვაზე. ამიტომაც სწორედ ამაზე მინდა იფიქროთ თქვენ, ლოცვებს რომ კითხულობთ, კარგია. ეკლესიის მიერ დავალებაა ეს თქვენთვის, იცოდეთ მოცემულობა, რომ უნდა კითხულობდეთ აუცილებლად ლოცვებს, მაგრამ პასუხი თუ არ გეძლევა, ჯერ ამ სიმაღლისთვის არ მოგეწევია და სწორედ ამიტომ არ გეძლევა პასუხი. ამიტომაც ლოცვა საკუთარ თავში ჩაღრმავებას ითხოვს. აუცილებლობა არის ეს, რომ საკუთარ თავში უნდა ჩაღრმავდე და უნდა ნახო როგორ ლოცულობ. ხოლო ტექსტი, რომელსაც კითხულობ, ეს ტექსტია შენთვის რაღაცა ჩაარაკრაკებ ლექსივით, თუ ამის განცდა გეუფლება ნელ-ნელა. რატომ გეუბნებით იცით ამას, რომ მე ვნახე ერთ ადამიანი, რომელმაც მითხრა სასულიერო აკადემიაში სწავლობდაში და მითხრა, რომ მე დღეში ვკითხულობ დაახლოებით 5 კანონს ვსწავლობდიდან. ნუ 4 დაუჯდომელსო და 3 არაკლისო დაახლოებით ესე მითხრა. ნუ მე ძალიან გამეკვირდა, იმიტომ რომ ეხლა ესეთი როგორ ჭირდება მას ყველაფერი. თან ეს ადამიანი რაღაც იქს წერდა ამის პარალელურად. უცებ ვიღაც რაღაცაში შეეკამათა ამ ადამიანს, რომ ეს ფიქრობთ, რომ ესე რაღაც აღსვეთო საკითხს. ესე იგი, მე ვნახე წყობიდან გამოსული ადამიანი, როგორც კი მას შეეკამათა, ისე გამოვიდა წყობიდან, ისე ილანძღებოდა, ესე იგი, შუაში ამის მოგვიწია ჩადგომა, რომ ვიღაცა არ გაეგლიჯა შუაზე, სტუდენტი რომელიც შეეკამათა. და მითხარით ახლა ეს ადამიანი ლოცულობდა, ვინც ლოცულობს, პირველი ნიშანი ლოცველისა იცით რა არის? გული აქვს ძალიან მობიერი. ძალიან მობიერი გული. გამორიცხულია ასეთი ადამიანის წყობიდან გამოყვანა და ისეთ მრისხანებაში ჩაგდება მისი, რომ შეეძლოს ადამიანის შუაზე გახდეჭვა. აი ამ მდგომარეობამდე რომ იდის ადამიანი, ან მხილობის ნებით რომ არის შეპყრობილი დადგება და ლაპარაკობს, აქ ესე არის, ისე არის, იცოდეთ რომ ის არ ლოცულობს, ის უბრალოდ ჯერ ტექსტს კითხულობს და ამიტომ ბოროტება მას განსაკუთრებულად ებრძვის, რომ ამ ტექსტის კითხვიდან ლოცვაზე არ გადავიდეს ეს ადამიანი და განსაკუთრებული ბრძოლები ეწება. ამიტომაც ზომიერება უნდა დაიცვათ ამ ლოცვაში. მოძღვრის ლოცვა კურთხევას უნდა პური მისდიოთ, რომ რა წაიკითხოთ, როდის წაიკითხოთ, რატომ წაიკითხოთ. ეს ამ ყველაფერს უნდა აცნობიერებდეთ. თუ ამას თვითნებურად დაიწყებთ, აუცილებლად მიიღებთ ასეთ შედეგს, რომ თქვენ ლოცვაზე შედეგად დაგიდგებათ აგრესიული გამოხატულებები
შეფასებები ადამიანების მიმართ არავითარ შემთხვევაში გულით მობიერი. გულით მობიერი, რომელსაც ჭიანჭველაც კი შეეცვალება. ლოცველი ადამიანის მდგომარეობა სწორედ ესეთი, რომ კողოსაც კი ვერტყავდეს შეიძლება. მაგრამ ტექსტის მკითხველის მდგომარეობა ისეთია, რომ გააბრძნის კაციდან დაწყებული, ცხოველიდან დაწყებული, ყველაფერს თუ კი ვინმე მას წინ გადაეღება. ამიტომაც კვლავ გავიხსენებ იაიროსის და ქალის ამბავს, თუმცა გადმოცემით ამბობენ, რომ ახალს ერქვა ვერონიკა და ჩვენც ასე გავიხსენებთ. გავიხსენებთ იაიროსის და ვერონიკას ამბავს, რომ ჩვენი ლოცვითი მდგომარეობა ესეთია, ერთი საზოგადოა, როდესაც ახლა ტაძარში ვდგავართ და ყველანი ლოცულობ, ერთი ის არის, როდესაც შენ პირადად ლოცულობ ღვთის წინაშე. ამიტომაც ორივე ლოცვას აქვს ნამდვილად ფასი, იმიტომ რომ ორივე ლოცვა შესმენილი იქნა და იცით რომ პასუხი მიიღეს მათ და დადებითი პასუხი მიიღეს, მაგრამ როგორი უნდა იყოს მაინც ეს საზოგადო ლოცვა, როდესაც ლიტურგიაზე ჩვენ გავართ ერთობა, სადაც ორი და სამი ხარ შეკრებილი, მე ვარ თქვენთან ერთად, როდესაც ამბობს მაცხოვარი, როგორი უნდა იყოს ჩვენი დამოკიდებულება. ჩვენ ლიტურგიაზე გავართ არა იმისთვის, რომ რაღაცა პირადი სათხოვნები გვაქვს, რომ რაღაცას ქალიშვილი ყავს გასათხოვარი და რაღაცას სამსახურის ეძებს და რაღაცა ფულს. არა, ჩვენი ლოცვა უნდა იყოს ესეთი. მოხვედი წირვაზე დადექი და განცდა უნდა გქონდეს, რომ ოჯახში გახარ. ამიტომაც ღმერთს ევედრები, რომ ყველა სათხოვარი აუსრულებია. ამ ხალხს უბრალოდ ვინ ჩემს გვერდით დგას. ამიტომ ის ხალხი ვინ ჩემს გვერდით დგას, ისინი თუ ამას ითხოვენ, იცოდეთ რომ ეს არის ერთობლივად აღლენილი ლოცვა. ჩვენ ერთმანეთისთვის ლოცულობთ, საკუთარი თავისთვის არ ლოცულობთ, იმიტომ რომ მაცხოვარს უნდა მიემსგავს ვარ წირვაზე, როდესაც გახარ. იმიტომ რომ მან ეს ყველაფერი ჩვენთვის გააკეთა. ამიტომაც შენ გახარ და ლოცულობ, იცოდეთ პირკავს, ყოველი კეთილი თხოვა, რომელსაც ითხოვს, ეს ხალხი მიეცი და მიმართლებას უყურებს. ამას როდესაც ამბობ აი ამ წირვის განმავლობაში, სხვაც რომ იგივეს იმეორებს, შენს თხოვნას ის შესთხოვს უყალ და იმის თხოვნას შენს თხოვ. აი ეს გახლავს სწორედ ის გულის მობიერება, რომლითაც ღმერთი მობიერი ხდება თქვენს მიმართ. და არა პირიქით, რომ ხარ მოსული და მარტო შენ რომ ლაპარაკობ, რომ მე ასე მინდა, მე ისე მინდა, მე ასე ვფიქრობ და ის ისე ფიქრობს. კიდევ ერთი ნიუანსი ლოცვისა. მამაო ჩვენო იწყება ლოცვა, ხო? მამაო ჩვენო ვამბობ და ვეუბნები, იყავ ნებაშენი. მაგრამ რომ მოდის მისი ნება არ გვაწყობს ეს ნება. ამიტომაც ვერ გვეძლევა ხშირად პასუხი ჩვენს აი ამ ლოცვაზე, რომ ლოცვასაც ჩვენ უწოდებთ ლოცვას სინამდვილეში, როგორც ვეკითხარით, ჯერჯერობით მხოლოდ ტექსტის კითხვა. ამიტომაც გაითვალისწინეთ თანადაწმანო ეს ყველაფერი, როდესაც რიგით აღდგებით და მოწესრიგდებით და ხატებთან მიხვალთ, წიგნს რომ გადაშლით, პირჯვარს გადაიცეთ, ყოველთვის გქონდეთ გულში, რატომ ლოცულობ, რისთვის ლოცულობ და რამდენი წაიკითხავთ ამას კი არ მიაქციოთ ყურადღება. როგორ წაიკითხავთ იმას მიაქციეთ ყურადღება, რომ აი ეს განცდა დაგეუკლება თუ არა ავტორმა რაც დაწერა, იქ მეოთხე ისე არ იყოს, რომ ისწავლები მარტო იმ ავტორის ამებონა, თორემ მე მაგას როგორ მეკადრებდი, რომ ივარა თამა. აი ესე თქვენც არ დაგემართოთ, რომ განცდა უნდა გქონდეთ ავტორმა რაც დაწერა ამ ლოცვაში, შენ განიცდი თუ არა ამას ყოველთვის. შენთან ახლოს არის თუ არა ეს მდგომარეობა და ეს შენი პირადი ლოცვა ნამდვილად შეწირული იქნება ღვთის წინაშე. როდესაც წირვაზე გახარ, განიცდი და გახსოვს თუ არა ის, რომ ჯვარცმა უნდა გახსოვდეს, მაცხოვრის შობიდან დაწყებული მისი ცხოვრების გზა უნდა გაიარო შენ ამ წირვაზე. უნდა იშვეს შენთან ერთად. აი ამ ტაძარში უნდა იშვეს მაცხოვარი. ჯვარს უნდა გაეკრას, სისხლი უნდა დააყაროს. ჯოჯოხეთში უნდა შევავიდეს და იქიდან უნდა ამოგიყვანოს და ამ ყოველივეს განცდელი უნდა იყო და ამ დროს იდგენ თქვენაც უნდა ევებრებოდნენ ქალიშვილის გათხოვებას არ არის სწორი. ამ დროს უნდა მადლობდნენ მხოლოდ ღმერთს იმ მოწყალებისათვის, რომელიც მან შენზე მოიღო და ამავდროულად ამბობდნენ, რომ ყოველი კეთილი თხოვაი აბროსტული ამ ხალხს, ამ ჩემს დებსა და ძმებს, რომლებიც აქ არიან. ოღონდ ესეც რომ თქვა, რომ ჩემს დებსა და ძმებს, ამასაც კარგი კანონიერება შეიძლება, იმიტომ რომ უნდა გიყვარდეს მაშინ ასე. ამიტომაც უნდა შეიძინოთ სიყვარული, რათა ისწავლოთ ლოცვა. გალოცვილი და გახარებული გამოყოფილ ღმერთმა და მამაზეც. მე რამდენიმე